დაიწყე. გერთვებით ისევ BDC-ის ოთახიდან, ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი შემდეგი მონაწილე, უნიჭიერესი გოგონა, რომელიც ეკვლავს ინდურ ცეკვებს. არის ინდური კულტურის ცენტრის განგას ქორეოგრაფი, ქრისტინე კაპანაძე, რომლის პირადი ნომერია 0930000000. როგორ ჩაიარა ქრისტინე მზადების პროცესმა, ეს გითხარი? შესანიშნავად. რამდენად არ გაგიჭირდა, რამდენ ხანში მოამზადე ცეკვა? ერთი კვირა გქონდა დრო. შეგიძლია დაგვარწმუნო, რომ ჰიპ-ჰოპსაც ისევე კარგად ასრულებ, როგორც ინდურ ცეკვებს? დიახ. ნატა, შენთან უშვებ მაშინ ქრისტინას. გამოუშვი ქრისტინე კაპანაძე თქვენ წინაშე და მე მინდა გითხრათ, რომ ამ ცეკვის დადგმაში ქრისტინეს ეხმარებოდა ჰიპ-ჰოპის ცეკვის სტუდია Fin Galaxy, ქორეოგრაფები ლუკა კაპანაძე და მარიამ ჩხიკვაძე. აპლოდისმენტებით მივესალმოთ ჩვენს ქრისტინეს და ასევე ჩვენს ქორეოგრაფებსაც დიდი მადლობა მინდა. გადამოვხადოთ ცეკვა, ესე იგი Fin Galaxy შეგვისრულებს ქრისტინე. I got this feeling inside my bones. It goes electric wavy when I turn it on. Off from my city, off from my home. We're flying up no ceiling when we in our zone. I got that sunshine in my pocket, got that good soul in my feet. I feel that hot blood in my body when it drops. Ooh, I can't take my eyes off of it, moving so phenomenally. You're more like the way we rock it, so don't stop. And under the lights when everything goes, nowhere to hide when I'm getting you close. When we move, well you already know. So just imagine. I can't stop the nothing I can see but you when you dance, dance, dance. Feel the good creeping up on you, so just dance, dance, dance. All those things I shouldn't do, but you dance, dance, dance. Ain't nobody leaving soon, so keep dancing. Everybody say. აპლოდისმენტები ჩვენს ქრისტინე კაპანაძეს და ასევე ჩვენს მოცეკვავეებს, დამხმარე მოცეკვავეებს და გთხოვთ პატივცემულო ჟიური შეგვიფასეთ ჩვენი ძალიან ნიჭიერი ქრისტინე. ვაუ, ქრისტი. სიტყვებსაც ვერ პოვლობ, ისევ რაღაც ემოციებში, ჩემო ქრისტი. ინდური ცეკვები და ჰიპ-ჰოპში კიდე უფრო მეტი გააკეთე, რაც ხوار შემდგომში ინდურს დავანებოთ თავი და ჰიპ-ჰოპზე ხوار გადახვალ საერთო ჯამში. მე მგონი იმდენად კარგად გამოგდის ქრისტინე. მადლობა უთხრა მინდა ქორეოგრაფს დადგმაზე ამ ცეკვის, მუსიკალურად, კომპოზიციურად და ყველაფრით იყო მართლა შერჩეული ქრისტინას ეს კომპოზიცია. მე მინდა მითხრა ყველას დიდი მადლობა, ჯგუფის წევრებს, მოცეკვავებს ყველას, გაართვეს თავი მაღალ დონეზე. მე ასე ვიტყოდი, სუპერ ქრისტინა. ნამდვილად ფანტასტიკური იყო, ბატონო ზაზა გთხოვთ. ქრისტინა მოგესალმები. მე როგორც ყოველთვის ვიცი რომ შენი გამოსვლა იქნება აუცილებლად უმაღლეს დონეზე შესრულებული. ყველა ცეკვა კარგად გამოგდის შენ. მე არ ვარ თანახმა რომ შენ ინდურს შეეშვა და ჰიპ-ჰოპზე გადახვიდე. ინდურიც ძალიან კარგად იცი შენ, ასე რომ ყველა ცეკვა რომელსაც შენ ცეკვავ ხარ გამორჩეული. ჩემი ფავორიტი ხარ, როიცოდე. დიდი მადლობა. Whoa! Hiya! Where your friends at? The other dancers, they were all really great. The choreography was great with the song.
lots of energy. I wanted to dance. Didi madloba. დიდი მადლობა, ესე იგი ძალიან მაგარი ენერგია გაქვსო და მეც მინდა შენთან ერთად ცეკვაო და გთხოვთ ქალბატონო ნათია. ქრისტინე, სხვაგვარ სანახაობას დღეს არ ცველოდებოდით, იმიტომ რომ შენგან ნაჩვევი ვართ სცენის დადგმას და სანახაობას. ფანტასტიკური ნამუშევარი გაქვს, ინდური რო გამოგდიოდა ვიცოდით, დარწმუნებულები ვიყავით, ჰიპ-ჰოპით მშვენიერად გამოგივიდა. წარმატებები ქრისტინე, ესე გააგრძელა. დიდი მადლობა, გვანცა გთხოვთ. ბრავო, სუპერ გოგო ხარ და თამამად ვიტყოდი რომ ერთ-ერთი დღეს, ერთ-ერთი არა, ერთადერთი ჯგუფური ნომერი იყო, რომელიც აი მთლიანობაში თითქოს ერთი ადამიანი ასრულებდა. მადლობა დამხმარე მოცეკვავეებს, ვინც დაგეხმარა ამ ნომერში. აპლოდისმენტები ქორეოგრაფებს და მე მგონი, მხოლოდ ჯიურის წევრები კი არა, სრულიად თბილისი მოლი აიყოლე, იმდენად ენერგიული, ხალისიანი და არ ვიცი, აი ჯერაც ემოციების ქვეშ ვარ. ბრავო, ძალიან მაგარი გოგო ხარ, მე მახსოვს შენი პირველი გამოსვლა ინდური. არ შეეშვა ნამდვილად, უბრალოდ ესეც დაამატე, იმდენად მაგრად გამოგდის. წარმატებები. დიდი მადლობა, ბატონ დავით, გთხოვთ. დიდი მადლობა ესეთი სადღეგასწავლო განწყობისთვის. ნამდვილად ყველანაირ დაღლილობას მოხსნის ეგეთი ცეკვა. გაგვამხიარულა, ცეკვის ხასიათზე მოგვიყვანა და ერთს ვიტყოდი რომ მე ნანახი მაქვს შენი ინდურიც, ქართულიც და ვიტყოდი რომ მე მგონი წყვილში ცეკვა და ყოჩახა ვინც გეხმარებოდა ახალგაზრდა ბიჭი ხო? წყვილში ცეკვა ძალიან მოგიხდა და ვიტყოდი რომ მე ჯერ გელოდებოდი ამ ჰიპ-ჰოპის ნომერს ველოდებოდი შენსას და ეხლა ვიტყვი რომ მე ველოდები ლათინურ ცეკვებში როგორ გამოხვალ და წყვილში როგორ იცეკვებ, იმიტომ რომ შენ წყვილში ცეკვა ძალიან მოგიხდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, მე თვითონ წყვილში მოცეკვავე ვიყავი, რომ შენ ამ ბიჭთან დიდი ხანია ცეკვავ. ეს როგორ მოახერხე არ ვიცი, მაგრამ ყოჩახ. დიდი მადლობა. მადლობთ და ზუკას გთხოვთ. ბრავო ქრისტი, ძალიან მაგარი გოგო ხარ. დარწმუნებული ვარ შენ შესაძლებლობაში, ვიცი რომ ძალიან ბევრს იზავ, ძალიან შორს წახვალ. რაც უფრო გაიზრდები შენი დონეც, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო მაღალ ლეველებს განიცდის და წარმატებები. ბრავო, ძალიან მაგარი შესრულება იყო, ემოციურადაც, სტილისტურადაც და მოძრაობითაც, რა თქმა უნდა, ძალიან სუფთა იყავი. ბრავო. დიდი მადლობა და დიდი მადლობა ქრისტინეს გავაცილოთ და მე კი მინდა ჩვენს სტუმრებს და ტელემაყურებლებს შევაცხსენო რომ სულ რამოდენიმე წუთში უკვე დასრულდება დღევანდელი ჩვენი ტური. თქვენ კი აუცილებლად უნდა დაურეკოთ თქვენს რჩეულებს თავიანთ პირად ნომერზე, რადგან აუცილებლად ისინი გადაარჩინოთ. მე აქვე მინდა შეგახსენოთ რომ დღეს გამოვლინდება 3 აუტსაიდერი, ერთ-ერთ მათგანს გადაარჩენს ჩვენი ჟიური, ხოლო დანარჩენი ჩვენი მონაწილე სამწუხაროდ დაგტოვებს. ასე რომ სულ ცოტა დრო რჩება იმისათვის რომ გადაარჩენოთ თქვენი რჩეულები და მე აქვე მინდა ჟანასთან გადავინაცვლო. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენს შემდეგ მონაწილეს. ეს გახლავთ ქალაქ გორის ქართული ხალხური ცეკვების სტუდია იმედის მოცეკვავე ზაზა მდინარაძე, რომლის ინდივიდუალურ ნომერს შეგახსენებთ 039370411. ზაზა, აბა გითხარი, რამდენად გაგიადვილდა ამ ტურში მონაწილეობის მიღება? იყო თუ არა შენთვის ჰიპ-ჰოპის შესრულება ადვილი? დიახ, ადვილი იყო. რამდენ ხანში მოამზადე ცეკვა? 5 დღეში. და შეგიძლია დაგვარწმუნო რომ საუკეთესო ცეკვაა? დიახ. დაგვარწმუნებს. ხოთ. მაშასე მოდით შევეგებოთ აქეთ ჩვენთან სცენაზე ზაზას. ამ ცეკვის დადგმაში მას ეხმარებოდა გორის ჰიპ-ჰოპის და თავისუფალი ცეკვების სტუდია +X, რომლის ქორეოგრაფი გახლავთ სვეტლანა ეგანიანი. სანამ ზაზა ცეკვას შეასრულებდეს და დაიწყებდეს, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მის ტელეფონის ნომერს, რომელზეც უნდა დაურეკოთ მას 09-700-700-411. ზადა ხარ ზაზა, ნახეთ რა კონცენტრაციაა, რა მონდომებაა. მაშასე, ზაზა მდინარაძე.
floor. Let's go, lose control. Slip and slide on the dance floor. Let's go, lose control. Slip and slide on the dance floor. Let's go, lose control. 3, 2, 1, drop it. Are you ready for this? Pass that back to the gang of boys. Let's go, lose control. Slip and slide on the dance floor. Let's go, lose control. Slip and slide on the dance floor. Let's go, lose control. Slip and slide on the dance floor. Let's go, lose control. Slip and slide on the dance floor. ზაზამდინარაძე შევეგებოთ. ეხლა მე არც ერთი ჟურის წევრის დარად კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ რაღაც კორდე ბალეტის ელემენტები შევნიშნე. რა სიტყვით აბა თქვენ, როგორი იყო ზაზას ნაცეკვი? ზაზას ნაცეკვი ფაქტურად კიდევ ერთხელ დაგვანახა ქართული ცეკვა. შეიძლება კლუბებშიც ვიცეკვოთ, შეიძლება ნებისმიერ ადგილას ვიცეკვოთ, ნებისმიერ მუსიკით ვიცეკვოთ და იმპროვიზაციით. ესე იგი კიდევ ერთი დასტურია ზაზა დღეს დაგვანახა, რომ ქართული ცეკვა შეიძლება ყველგან ვიცეკვოთ. ანუ ზაზა, შენ ყოჩახ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცე ის რომ შეგეძლია ქართული ცეკვით კიდე გაიტანო ევროპაში და მსოფლიოში, რომ ჩვენ მართლა ქართველები ევროპელები ვართ. ჯიგარი ხარ, მაგარი ხარ. ქართველი ევროპელები და გორელი ევროპელები. ჩემი გორი ყოველთვის მიხარია როცა ვხედავ და როცა წარმატებულ ახალგაზრდას და მით უმეტეს რომელსაც ზაზა ქვია. ასე რომ ჩემი სახელი ალბათ შენი ხათრით დამარქვეს მე. გაი ბიჭი ხარ, გაიზარდე დიდი ბიჭი, იმედი არის ისეთი ჯგუფი რომელიც შენ აუცილებლად ყოველთვის შეგიწყობს ხელს რომ შენ წარმატებას მიაღწიო, ეჭვი არ მეპარება ამაში და დიდი მადლობა თქვენს მასწავლებლებს. რას გვეტყვის Mr. Brenti? Yes. Great choreography, great dancer. Choreography, dancer together, super. Super, super. Great concentration. Thank you. ზაზა გორიდან რამდენადაც მე მახსოვს ზაზა მეორე გამომსვლელი ხარ იმედიდან ხო ქორეოგრაფიული ანსამბლი იმედიდან აი აშკარად იგრძნობა ნამუშევარი პასუხისმგებლობა შენ ცოტას განიცდიდი ხელვა გეტყობოდა მაგრამ მინდა გითხრა რომ არაფერი არ გაქვს სანერვიულო პასუხისმგებლობით ეკიდების საკითხს აშკარად შენი და პედაგოგის ღვაწლი ძალიან დიდია ამ შესრულებულ შენს ცეკვაში ესეც ხაზგასმით მინდა დავაფიქსირო ძალიან კარგი ბიჭი ხარ მე გვერდით ვედექი ზაზას და ეს არ იყო ნერვიულობა ეს იყო კონცენტრაცია ეს ენერგეტიკა რაც საჭიროა ცეკვის დასაწყებად ის მოდიოდა თუნდაც მე ამას დავარქმევდი პასუხისმგებლობის დიდ გრძნობას ზაზას უნებრივი ბრავო ზაზა ძალიან კარგი ნომერი იყო და რაც მთავარია ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაღაც დაგვანახე რომ სმარტი იყავი, ძალიან სმარტი იყავი და მომეწონა ეს და დაგვანახე ისიც რომ ქართულის გამოყენება შეიძლება აქაც, იმიტომ რომ შეზღუდვა არ გვაქვს ჰიპ-ჰოპში არანაირი, თავისუფალი იყავი, რაც მთავარია და ემოციურადაც ძალიან კარგი ბიჭი იყავი, ხო ჩა? მადლობა დიდი, რაც მთავარია აი ამისთვის, რაც დღეს შენ აქ. ზაზა, ბრავო. ძალიან მაგარი ნომერი იყო, მადლობა შენს ქორეოგრაფებს, რომ ესე საინტერესოდ გადმოსცეს ქართულის და ჰიპ-ჰოპის შერწყმა. დავეთანხმები ნამდვილად, უამრავ რაღაცას მოიცავს ჰიპ-ჰოპი. ბრავო, ძალიან მაგარი ხარ და განსაკუთრებით მომეწონა აი ეს სახე, რომელიც აბსოლუტური სერიოზულობით ჩართული იყო ამ ნომერში. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და იმედი მაქვს ესე გააგრძელებ. აუცილებლად დაურეკეთ, იმიტომ რომ ეს ბავშვი უნდა დარჩეს ამ პროექტში. ესე იგი სახის მიმიკების დონეზე ფლობს სხეულის ენას ზაზა და მოუწონოთ მას ეს.
რომ შეუძლია. ძალიან ორიგინალური ნომერი იყო, თვითონ დადგმა იყო ძალიან კარგი. და მე როგორც ხვდები, ჰიპ-ჰოპს ბევრი მიმდინარეობა აქვს და ერთ-ერთი ქართული ჰიპ-ჰოპის შესრულება და ქართულ ცეკვაზე დაყნობილი ჰიპ-ჰოპი ეს მე მგონი ცოტა ისტორიული მომენტი იქნება ხვალისთვის. ძალიან საინტერესო საბრძოლო ილეთები იყო გამოყენებული კიდევ შიგნით და ამას ერქვა მე მგონი მებრძოლი კაცის ჰიპ-ჰოპი. ქუჩაში მებრძოლი კაცი. აწი მე მინდა ესეთი რაღაცა ვთქვა, რომ თუ მაგალითად მოგვიწევს კიდევ მაგის შესრულება ფარიკაობით ჰიპ-ჰოპი. ყოჩახ ძალიან კარგი იყო. აბა გორელებო, აპლოდისმენტები, რამდენი ხართ ერთი დაგვენახეთ? ამასობაში ზაზას ნომერს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, არა მარტო გორელებს, არამედ ყველა მაყურებელს 0903 700 411. მადლობა ზაზას, მადლობა ჟიურის ესეთი თბილი სიტყვებისათვის. ჩვენ კი აუცილებლად უნდა გადავინაცვლოთ შემდეგ მონაწილეზე და რა თქმა უნდა უმშვენიერეს ჟანასთან სპონსორის ოთახში. მადლობა შონზო. BDC-ის ოთახიდან კიდევ ერთხელ გერთვებით. ჩვენი შემდგომი კონკურსანტი გახლავთ ძალიან საყვარელი, ძალიან ნიჭიერი ქართული ცეკვების მოცეკვავე თამარ აბრალავა, რომლის პირად ნომერსაც შეგახსენებთ 0903 700 413. თამარ, გაგიჭირდა ნომრის მომზადება? არც ისე. რატომღაც ესე მგონია, რომ ყველა ამბობს, რომ არც ისე გაგვიჭირდაო და მე მგონი რაღაცა ექშენში შევედით, ხო? რაღაცა ძალიან აქტიურები გავხდით, ტემპი არ დააგდოთ, გთხოვთ ნატასთან სცენაზე. თამარ, გთხოვ მობრძანდე ჩვენთან მე კი ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენებ, რომ თამარს ამ ცეკვის მომზადებაში ეხმარებოდა ჰიპ-ჰოპის სტუდია იამა და ქორეოგრაფი ზუკა კირვალიძე. დიდი მადლობა ზუკა და აბა თამარს შევეგებოთ აპლოდისმენტებით. This life I cannot change. Drop the top, pop it, let it bang. Man, I got all the flavor, say I'm delicious. I'ma have all you mother laying in ditches. I'ma kill all you rappers, I'ma aim with precision. They was rocking with your own till they made a decision. Brands making millions cause they know I'm a bitch. A lot of entertainers crash, I can see the collision. That's that to make the money, I was great as a bitch. I'm finna take all your boots and I'ma eat this. 1, 2, 3, she a pro with the net. 1, 2, 3, 4, hopping on the jet. Touchdown NY, John on the way. Bite my tongue, bite my time, wearing a warning sign. Wait till the world is mine. You should see me in a crowd. Watch me make them bow one by. Watch me bow. Watch me bow. You should see me in the crowd. აპლოდისმენტები ჩვენს თამარ აბრალავას. დიდი მადლობა გოგონებო და გთხოვთ გადავინაცვლოთ ჩვენს სუპერ კომპეტენტურ ჟიურისთან, ჩვენს საოცარ ჟიურისთან და გთხოვთ თამარ, ესე იგი ბრავო, გაართვე თავი, რაც შესაბამისად რაც იყო დასახული კომპოზიციურად დადგმულად ყველაფერი ჯიგრული მაგრად იყო გაკეთებული. ესე იგი ანტურაჟიც კარგი ყავდა და დიდი მადლობა შესრულებისთვის. მადლობა ქორეოგრაფს. დიდი მადლობა ბატონო ზაზა, გთხოვთ. კარგი იყო თამარ, მოგვეწონა, ცოტა გაბრაზებული იყავი, გეგვეშინდა, მაგრამ არა ურშავს. ეს ასეც უნდა იყოს, როდესაც დარწმუნებული ხარ შენ თავში, უნდა ზუსტად ისეთი მიმიკებიც აკეთო. ძალიან კაი გოგო ხარ, წარმატებებს გისურვებ. Mr. Brand. Hello.
I really liked the performance. There's a difference between there's choreography, there's dancing, and there's performance. It was a really good performance with great choreography. Thank you. დიდი მადლობა, კარგი პერფორმანსი იყო, ძალიან მომეწონა და ქალბატონ ნათესთოთ. კარგები ხართ, მაგრამ მეც მოვითხოვთ. წარმატებები, მადლობა. დიდი მადლობა, გვანცაკთხო. ბრავო, თამარ. ქართული ცეკვის მოცეკვავე ხარ ხო, როგორც ვიცი? ბრავო, ესე კარგად ფლობდე საკუთარ სხეულს და ჰიპ-ჰოპში იყენებდე ამ ყველაფერს, ქართულ ცეკვას სულ სხვა დგომი უნდა, სულ სხვა ტანის დაჭერა უნდა, ჰიპ-ჰოპს რადიკალურად განსხვავებული უნდა. ბრავო, ძალიან კარგი გოგო ხარ. არ ვიცი რამდენად გქონდა ამ სტილის ცეკვასთან შეხება, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან კარგად გაართვი თავი. წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა გვანცას, ბატონო დავით, გთხოვთ. ყოჩაღები ხართ. ძალიან საინტერესო იყო, დადგმად საინტერესო იყო ყოჩაღ სტუდია იამის, ასევე ყოჩაღ ზურას და ყოჩაღ გოგონებს. სამივე ძალიან კარგი იყავით, განსაკუთრებულად ჩვენი სოლისტი და ერთს ვიტყოდი, რომ აი ორიგინალური იყო. ყოჩაღები ხართ, წარმატებებს გისურვებთ. კი, ნამდვილად ორიგინალური ნომერი იყო და ბატონ ლუკას გთხოვთ. ბრავო, ძალიან კარგი ნომერი იყო თამარ, მომეწონა, ზუსტად იყო ისე ქორეოგრაფია დადგმული, როგორც მუსიკას ესაჭიროებოდა, ერთ მომენტში უბრალოდ დავირიეთ რაღაც პატარა, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი იყო, შენი ემოციებიც მიმიკაც ძალიან მომეწონა და წარმატებები. ბრავო. დიდი მადლობა თამარს, დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩვენს ჟიურს საოცარი შეფასებისთვის და მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ სულ რამოდენიმე ხანში უკვე ჩვენი საღამო დასასრულს მიუახლოვდება, ასე რომ თქვენ ძალიან ცოტა დრო დაგრჩათ, რათა გადაარჩინენოთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტი, ასე რომ დაურეკეთ მათ თავიანთ ნომერზე და ვნახოთ თუ ვინ გახდება დღეს ლიდერი და აუთსაიდერიც და მე მინდა გადავინაცვლო ჟანასთან. შევეხმიანები ნატას, დავეთანხმები, რომ თქვენი მორალური მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს ზარების რაოდენობაშიც. ჩვენი შემდგომი მონაწილე მოუთმენლად ელოდებოდა თავის რიგს, ის არის ინდური ცეკვების სტუდია განგას მოცეკვავე შაკო ჩიქობავა. შაკოს მინდა ვკითხო ასეთი რამ. ის კითხვები, რომელიც აქამდე დავსვით, ახლა ბავშვებთან გაგიჭირდათ თუ არა, ცოტა მეუხერხულება. ამიტომ მინდა კითხო თავად პროექტზე. რა მოგწონს ყველაზე მეტად ამ პროექტში? რა მომწონს და ამ პროექტში მომწონს ყველაფერი. ის, რასაც გვასწავლიან, ყველაფერი არის ჩემთვის მარტივი და გამოსადეგი. კეთილი. დღეს შეგვისრულებთ რა სახეობას ცეკვისას, ჰიპ-ჰოპის რომელ ცეკვას? ფანდა. გთხოვთ შაკოს, შონზო შენთან უშვებ. მოდის ჩემთან შაკო. მე სანამ იგი მომიახლოვდება გეტყვით რომ ამ ცეკვის მომზადება რომელი ცეკვა? ფანდა? ფანდა. ეს ის Imagine Dragons-ის რო არის, ხო? ამ ცეკვის მომზადებაში მას სტუდია The Step დაეხმარა, რომლის ქორეოგრაფები გახლავთ გიორგი ტატიშვილი და ლუკა არმაზანაშვილი. მეც ვალდებულად ვთვლი თავს, შეგახსენოთ რომ სულ ცოტა მონაწილე ღარჩება ჩვენი შოუს დასრულებამდე, სადღაც 4 მონაწილე, ვარწდები, კი, 5. და შეწყდება ზარების მიღება. აქედან გამომდინარე, აქტიურობას მოუმატეთ ამა თუ იმ შემსრულებლის და გამომსვლელის და კონკურსანტის გულშემატკივრებო. წავედით აბა Imagine Dragons თან და როგორ შეგვისრულებს ამ ცეკვას შაკო. Cecily. You are now listening to the hottest producer with the hottest beats. All the madness. I guess so. They wait on this shit for a long time, didn't they? I guess so. They wait on this shit for a long time, didn't they? Hey, I'm just feeling my vibe right now, feeling myself. Panda. Panda.
panda, panda, panda. I got broads in Atlanta, just to lean the family. Credit cards in the scammers, hitting no licks in the van. Legacies, family, wait and see, look like a panda. Going out like a Montana, honey killers on the helmets. Legacies, family, wait and see, family. Pockets full, Danny, selling ball, candy. Man on the macho like Randy, the chopper go out for granted. This nigga bullet, you bandit, we killers understand it. I got broads in Atlanta, just to lean the family. Credit cards and the scammers, hitting the licks in the van. Legacy, family, wait and see, look like a panda. Going out like a Montana, honey killers on the helmet. Hey! შაკოს შევეგებოთ, კარგი იყო აპლოდისმენტები, ცოტა უფრო მეტი აპლოდისმენტები გამაგონეთ. ახლა კი მოусმინოთ ჟიურს, მე სანამ ჟიურის წევრებთან გადავიდოდე სიტყვით, გეტყვით რომ ეს არ იყო Imagine Dragons-ი, ეს მე მომივიდა აზრად ეთყობა რომ ამაზე შეიძლებოდა ყოფილიყო ცეკვა. ეს ჩემივე თავს შეუსწორე, ეხლა კი გისმენთ, აბა რა სიტყვით ჩაკოზე. შონზე ბატონო, შედარება რო არ გავაკეთოთ წინატურებს არ შეიძლება, შესაბამისად როგორ იზრდება ახალგაზრდა ამ ტურების მეშვეობით, ის უნდა ვთქვათ შესაბამისად და გაზრდილი არა საკვირველი. რა შეეხება ახლა წინატურებში პირველი ცეკვა, როცა პირველი გაიხსნა ინდური ცეკვით წარდგა შაკო, მეორე ტურში წარდგა ქართული ცეკვით დაისით და იქ წარმოადგენა მაღალ დონეზე და შესაბამისად ჰიპ-ჰოპზეც გამოაჩინა თავისი ძალა, ენერგია, რაც შეეძლო მაქსიმუმ ქორეოგრაფებს დიდი მადლობა დადგმისთვის, ამისთან კომპოზიციისთვის, შაკოს წინსვლისთვის და შაკოს უსურვებ წარმატებებს ნახოთ რასიზამ შემდგომ ტურებში. ამ ეტაპზე შაკოს სუპერი ხარ, მადლობთ ჩვენ სტუდია განგას და ყველა მათგანს. დიდი მადლობა. შაკო, კარგი იყო, მომეწონა წარმატებებს გისურვებ, თუმცა შეიძლება კიდევ უფრო მეტის გაკეთება და ეჭვი არ გეპარება რომ შენ ამას მიაღწევ. მადლობა დიდი. Yeah, that was a really cool choreography. I could see you really like the music. I wanted to see just a little more like in it and free. But other than that, it was really cool. Thank you. oi საოცრებაო. პირველი შენიშვნა მივიღეთ მთელი საღამოს განმავლობაში ბრენდისგან და ეს აღსანიშნავი ანუ ქორეოგრაფია და ყველა იგზე იყო ერთი პატარა მნიშვნელო შენიშვნა გამოწდა. გაითვალისწინეთ იმედია მომავალისათვის შაკო. მადლობა. ჩემო განამრჩენელო მატა, მადლობა. გისმენთ? შაკო. კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მინდა გითხრა რომ დაიხარჯე ბოლომდე. აშკარად გაქვს შესაძლებლობა და თუ მეტად გაირჯები, გაცილებით მეტად წარმოადგეთ შენ შესაძლებლობებს. მე მინდა გიხილო მომდევნო ტურში, რათა დავწმუნდე და დავინახო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. გაცილებით მეტად შეიწუხე თავი და უფრო კარგად გამოგივა წარმატებები. შაკო, ძალიან კარგი ბიჭი ხარ, ბრავო ამ შესრულებისთვის. უბრალოდ დამაკლდა ერთი ის ჰიპ-ჰოპის დამახასიათებელი გრუვი, რაც მნიშვნელოვანია ცეკვის დროს და რა ვიცი, დანარჩენი შესრულების მხრივ ენერგიულად კარგი იყო. ბრავო, წარმატებებს გისურვებ. შაკო, მე ვფიქრობ, შენ ჯერ კიდევ წინ გაქვს საუკეთესო გამოსვლები. კარგია დასაწყისისთვის, მაგრამ მე მგონი შენს თვლი რომ კიდევ უფრო მეტი შეგეძლო გეჩვენებინა. წარმატებებს გისურვებ და იმედი მაქვს რომ შემდეგში კიდევ უკეთესი იქნება. ხოჩახ. თუ გითვლით რომ შაკოს უფრო მეტი შეუძლია აპლოდისმენტებით გავაცილოთ, აბა. აი შაკო როგორ გამხნევებენ. ჩვენ კი ამასობაში უკვე ნელ-ნელა საფინიშო სწორისკენ უნდა გავიწიოთ და გადავდივართ სპონსორის ოთახში ისევ ჟანასთან.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბიდისის ოთახიდან. ჩვენი შემდეგი მონაწილე ქართული ცეკვის სტუდია ფესვების მოცეკვავე, რომელსაც არასოდეს შეხება არ ქონია ჰიპ-ჰოპთან. ეს არის სესილი გურული, სანამ მას გავუშვებ ნატასთან. მანამდე შეგახსენებთ მის პირად ნომერს 0903000005 და სესილი იცი რა მიპასუხე? ჰიპ-ჰოპი თუ ქართული ცეკვა? ქართული მრჩევნია. აი რატო? უფრო კარგად გამომდის, ესე მგონია. და ჰიპ-ჰოპი ცუდად გამოგივათ, ყვილად გიშვებთ ახლა სცენაზე? არა, რა ვიცი. ნატა ვცადოთ, როგორ რა შეასრულებს? თქმა უნდა ვცადოთ, სესილი გთხოვ, მოდი ჩვენთან გელოდები. რა თქმა უნდა, აპლოდისმენტებით შევეგებოთ სესილის და სესილი პირველად ცეკვავ ხო ჰიპ-ჰოპს? კი და რა თქმა უნდა განიცდის, მაგრამ ეს ნორმალური არის და მე მინდა შეგახსენოთ, რომ სესილის ამ ცეკვის დადგმაში ეხმარებოდა სტუდია ვუდონსი, ქორეოგრაფია ლუკა გვილავა და კიდევ ერთხელ გავამხნევოთ აპლოდისმენტებით ჩვენი სესილი. გხავთ? You want the in thing. Spin my girl, cause you know how to swing. Jiggle up your body, jiggle up your sing. Unquestionable, you are running sin thing. Opening back together, but you ever look hot. I'm the queen, but you know that I never yet flop. Are you ready for your night of loving? With the stamina king, me hear your body calling. Good love, girl, you going so hard. Girl, you like something best when I'm spreading it to a bar. Hey, Why you make it so hard? Ain't it good enough for you? You already broke down my guard. Love me like that. Love me like we ain't never let go. Love me like that. Poco poco, muy muy lento. Turning the way just like we were in Jamaica on New York. Love me like that. Love me, give me some bad love. Love me, give me some bad love. სესილი გურული ჩვენი სინაშა და აბა გთხოვთ ჩვენო პატივცემულო ჟიური. ნუ სესილი გაამართა თავისი ნათქვამი, ქართული ცეკვა უფრო მოუხდება სესილის თავისი ჩიხტი კოპით, მაგრამ სესილი ჰიპ-ჰოპზე ცუდად არ გიცეკვია და არ გამოგდის ცუდად. პატარა აკადა ელემენტები, პატარა ელემენტები, ცოტა იმპროვიზაცია გაგდა, თორე დანარჩენი ყველაფერი რიგზე იყო, ცოტა სითამამე გაკლია, თორე ცეკვით ცეკვა, ზუსტად რაც გაჩვენა ქორეოგრაფმა ის გადმოტანილი გაქვს სცენაზე, მაგრამ აი ეს იმპროვიზაცია რო ყოფილიყო, ცოტა არტიზიზმის ყოფილიყო ჩართული ამ სიტუაციაში, უფრო ეფექტური და უფრო ლამაზი იქნებოდა შენი გამოსვლა. აი როგორც ასე საერთო ჯამში, საერთო კონტექსტში ქართული ცეკვით და ჰიპ-ჰოპში გადასვლა რთულია, მაგრამ შენ გაართვე თაღვი და დიდი მადლობა ამისთვის, მადლობა ქორეოგრაფს, ვინც შეგირჩია ეს ცეკვა. დიდი ყველას ვუხდი მადლობას. დიდი მადლობა ბატონო ზაზა. მადლობა სესილი, მე მგონია რომ შენ მეტი შეგიძლია, თუმცა ქართული ცეკვა შენ ტყვილად არ გითხოვს. ძალიან კარგად მახსოვს შენი ქართული ცეკვა, მე ვიცი რომ ძალიან კარგი გოგონა ხარ, მაგრამ ამ ცეკვაშიც საკმარისია რაც შენ გააკეთე ჩემი აზრით, თუმცა ამას უფრო სპეციალისტები შეაფასებენ. მე მინდა უსურვო სესილის მომავალში ისე ვნახოთ ლათინურ ცეკვებში, ამიტომ თუ შეიძლება იაქტიურეთ და ბევრი ზარები რაც შეიძლება. ასევე აპლოდისმენტები სესილის. რა თქმა უნდა, აპლოდისმენტები აუცილებელია და მე ვთვლი რომ სესილი ცოტა ინერვიულა და აი შემდეგ ტურში არ უნდა ინერვიულო, არა ფრისტიდებით და ჩვენი შემდეგი ჟიურის წევრს გთხოვთ, გვანცა გთხოვთ. Oh, hello. I think you are a very good dancer. With hip hop, you have to be a little more free, but you are a very good dancer.
Thank you. მე ვთვლio რომ შენო ძალიან კარგი მოცეკვავე ხარო და უფრო მეტი თავისუფლება უფრო მოგიხდებაო და ქალბატონ ნათიას ხოთ? სესილი, კარგი გოგო ხარ ჩემს აზრით. მე ვფიქრობ, რომ მომდევნო გამოსვლები გაცილებით სითამამე შეგმატებს, რაც დღესდღეობით გაკლდა. მხოლოდ ცოტა მეტი სითამამე და ყველაფერი კარგად გამოგივა დარწმუნებული ვარ. წარმატებებს გისურვებ. მეც დარწმუნებული ვარ და ბატონ დავით ხოთ? მე პირადად მომწონს ქართული ცეკვა შენი შესრულებით. ძალიან კარგი იყავი, შენ შეასრულე რაც გითხრეს, ხო ეგრეა მონდომებით, მაგრამ ამას კიდევ მორგება უნდა. აი ეს ვერ მოახერხე, მაგრამ ვინ იტყვის რომ ცუდი იყო, გადასარევი იყო. შენს მხარეზე ვარ მე. კი, ნამდვილად კარგი იყო, ალბათ უფრო კიდე ცოტა დრო სჭირდება და გვანცასთხოთ? სესილი, ძალიან მაგარი გოგო ხარ. ძალიან კარგად შეასრულე ყველაფერი, უბრალოდ მე ვფიქრობ, ცოტათი შეგაშინა ამ გარემო. ის რომ მარტო დარჩი სცენაზე, ჟიურის წევრებმა უნდა შეგაფასონ, უბრალოდ ცოტა ინერვიულე. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე ეს ნერვიულობა დარჩება უკან და შენს მაქსიმუმს კიდევ უფრო აჩვენებ. ძალიან მაგარი გოგო ხარ და სხვათა შორის ეს ცეკვებიც ძალიან გიხდება. წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა და ლუკას თხოვთ? სესილი, ძალიან მაგარი გოგო ხარ, ბრავო, შესრულებისთვის. რაღაცეები დაგვაკლა, უფრო დაჭიმული იყავი და დაძაბული, რაც ქართულ ცეკვას უფრო ახასიათებს ეს ტანის რაღაც, მაგრამ არა ძალიან კარგი იყო იმასთან შედარებით, როგორც ქართულის მოცეკვა მემიცეკვე, სუპერ. ბრავო, ძალიან კარგი გოგო ხარ. დიდი მადლობა სესილი, სკემშვიდობების სესილი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მინდა გადაუხადო ჩვენ ჟიურის და მინდა შეგახსენოთ, რომ სულ რამოდენიმე ნომერი დარჩა უკვე და ჩვენი კონკურსი დღევანდელი ტური უკვე დასასრულს უახლოვდება. ასე რომ შეგახსენებთ, რომ თქვენ აუცილებლად უნდა დაურეკოთ თქვენს რჩეულებს, რათა გადაარჩინოთ ისინი და ვიხილოთ ჩვენს შემდეგ ტურში და მე ასქვე მინდა ჟანასთან გადავინაცვლოთ, ჟანა გთხოვთ? ცოტა უხერხულია ალბათ განათლებას გაუწიო რეკლამა, მაგრამ ეს ფორმატი ითვალისწინებს ამას, რომ ორიოდე სიტყვა გითხრათ BDC აკადემიაზეც. აკადემიაში კურსებს უძღვებიან საერთაშორისო აღიარებული მაღალი რანგის ტრენერები, მაგალითისთვის PR ტექნოლოგი ლალი მოროშკინა, არაჩვეულებრივი, დერმატოკოსმეტოლოგი, ესთეტიკური მედიცინის ექსპერტი ხატია ბედინაშვილი და ჟურნალისტი თქვენი მონამორჩილი. მეც გახლავართ ამ გუნდის წევრი და განსაკუთრებით მიამაყება ეს წინადადება აუცილებლად უნდა მეთქვა. ახლა კი მათი აბრალავას წარმატგენ, რომელიც არის ქართული ცეკვების მოყვარული, დღეს მისთვის სრულიად ახალი ჟანრის ცეკვის შესრულება მოუწევს. მოდი ვკითხოთ მათეს, ქართული ცეკვა თუ ჰიპ-ჰოპი? ქართული. რატომ? რავი, დიდი ხანია ქართულ ცეკვავ და ჰიპ-ჰოპს პირველად ცეკვავ. სხვა მონაწილეებსაც ვკითხე და იგივე კითხვით მოვდივარ შენთანაც. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ ცეკვის შემდგომ თუ წარმატებულად იცეკვებ, შეიცვალო ჟანრი? არ მგონია. არ შეიცვლის, აპლოდისმენტები, ქართული ურჩევნია. მაგრამ ვნახოთ როგორ ცეკვავს ჰიპ-ჰოპს. გთხოვთ შონზოსთან. მათე მოდის ჩემსკენ, ჟანა მათეს იმას ვერ ხედავ, ტელეფონის ნომერს რო გავაჟღეროთ. შენც ხედავ თუ მე ვერ ხედავ. მათე ხო არ გახსოვს ზეპირად შენი ტელეფონის ნომერი? იქნებ თვითონ თქვას. აბა მიდი. 093 714. 093 714. ზად არის მათე, აქ მასთან ერთად გამოვიდნენ სხვა ბავშვებიც, ეს გახლავან ბავშვები სტუდიის სახელწოდებით X Rocks Dance Studio. მისი ქორეოგრაფი გახლავთ არიელ ხოსროშვილი, იგივე ხოსრო. მე კი მოგიწოდებთ, რომ მათეს მიერ თავისი სიტყვებით, თავისივე პირით გამოცხადებულ ტელეფონის ნომერზე განახორციელოთ ზარები მათესთან. და ასევე განახორციელოთ ზარები ნებისმიერ თქვენს ფავორიტთან. ძალიან ცოტა დრო რჩება. აბა, მათი აბრალავას უყუროთ. They're coming for you.
the end to your dawn. Everything you see is what you know. Like when the sun rise and when the sun go. Put down the pride and think with your dome. Many men fall cause them wisdom low. And if you never know, now you know. I'm talking to the source, them work on and do me. I beg you try to give life when things don't grow. Just know me now, judge me the pandy. I'm just a youth from the West Indies. Pushing on the corner what is left in me. The thing me I serve are the recipe. Yes indeed, yes indeed. I'm just a youth from the West Indies. Pushing on the corner what is left in me. Tell me is it selfish to invest in me. Yes indeed, I mean yes indeed. Baby. აი ასეთი იყო X Rocks Dance სტუდიის მიერ მომზადებული, დამზადებული, გაკეთებული, შექმნილი ცეკვა. აბა ვნახოთ რა სიტყვის ძვირფასი ჟიური მათეზე, სანამ ჟიურის სიტყვას გადავცემდე, კიდევ ერთხელ ეხლა უკვე შპარგალკაში ჩავიხედო და ისე გავიმეორებ მის ტელეფონის ნომერს, თუ შემეშალა შემისწორე 0903 700 414. ორია? აბა გისმენთ ძვირფასო ჟიური. მათე რატო თქვი არ შეგიძლია ქართული ცეკვისგან და სხვა ცეკვა? შეგიძლია. მაქსიმუმის დადებაც შეგიძლია სცენაზე. რაც ქონდა დავალება, რაც ქონდა ემოცია, ყველაფერი გამოაჩინე და შესაბამისად უფრო მეტის შეგიძლია აჩვენო. ნუ იტყვი ისე რომ ქართული ცეკვის გარდა არაფერი, ქართული ცეკვა ჩვენ სულშია და გულშია, მაგრამ ჰიპ-ჰოპით შეგიძლია და სხვა ცეკვებით შეგიძლია. მაქსიმუმი უნდა გვაჩვენო შემდგომ ტურზე. ბრავო. მეც ვისურვებდი მათე მენახი შემდეგ ტურში. ქართული ცეკვა რა თქმა უნდა უფრო კარგად შეგიძლია, თუმცა ეს ცეკვაც იყო შენთვის ალბათ არა მაქსიმუმი, მე მგონია რომ უფრო მეტი შეგიძლია ამ ცეკვაშიც. ასე რომ წარმატებებს გისურვებ და შემდეგ ტურში მინდა რომ გნახო. Yeah. I can understand you like hip hop. I can understand you know the choreography. I understand you are a good dancer. One small problem, you look at the floor. Man, when you up there, doom, doom, put your energy and your eyes out. Other than that, it was great. Thank you. ანუ თავი არასოდეს არ დახარო, შენი ენერგია გაუგზავნე თვალებიდანო, ვისთვისაც ცეკვაო მათო და ამ შემთხვევაში ალბათ თავი გულისხმობ, იმიტომ რომ ჟიურის წევრია. სხვა დროს ესე იგი გაითვალისწინე როგორც რჩევა ქორეოგრაფისგან. ვისი გულისთვისაც ასრულებ ნომერს, უყურე თვალებში თამამად, რომ მე ესეთი ვარ. მაშასე, დავემშვიდობოთ მაშინ მათეს და სანამ მორიგ მონაწილემდე ნაბიჯს გადავდგამდეთ, კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ თქვენი აქტიურობის ბოდიში და გზაში დავაწევ, არაუშავს. მათე, მე გეტყვი, რომ შენ ძალიან კარგი გამოსვლა ქონდა მეგობარ გოგონებთან ერთად, მაგრამ მაინც პირდაპირ გეტყვი, რომ მოდი ქართული ვიცეკვოთ, ხო? წარმატებები. ვართ, კიდევ სურვილი გვაქვს, რომ მათეზე რამოდენიმე სიტყვა ვთქვათ. ყველაფერი უკვე ითქვა. დავამატებ იმას, რომ საკმაოდ ორიგინალური იყო. მთლიანობაში რაღაც არ გამეორებულა ესეთი, ესე იგი მომეწონა მთლიანობაში რაც გააკეთეს ბავშვებმა და ყოჩახ მთლიანად ნამუშევარს, ვინც დაეხმარა კიდევ ერთხელ ყოჩახ იმას და მთლიანობაში მართალი იყო მათე. ქართული ცეკვა უნივერსალურია. ჰიპ-ჰოპსაც იცეკვებს, ლათინო ამერიკულსაც იცეკვებს და ნახოთ კიდევ რა შევთავაზოთ მას. ამისათვის კი საჭიროა რომ მათე შევინარჩუნოთ პროექტში. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. ამ სიტყვებს ვეუბნებით, რა თქმა უნდა, მათეს გულშემატკივრებს დარეკონ, ანახორციელონ ზარები. აბა? მათე, ძალიან კარგი ბიჭი ხარ, შვენივრად შეგეძლო ამ ყველაფრისთვის, ჩემი აზრით თავი გაგერთვა. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ცოტა წაიზარმაცე. მე ვფიქრობ, რომ შენ ბევრად მეტი შეგიძლია, გეტყობა, რომ ძალიან კარგი მოცეკვავე ხარ, მაგრამ აქ არ გვაჩვენე შენი მაქსიმუმი. დაურეკეთ აუცილებლად მათეს, რომ შემდეგ ტურში იმედია სამეჯლისო ცეკვები უფრო მოგეწონება და მაქსიმუმს გვაჩვენებ.
შევკრათ წრედი ჟიულის ყველა წევრმა. კარგი ბიჭი ხარ მათე, ბრავო, მომეწონა ის რომ ძალიან კარგი სმენა გაქვს, ზუსტად სვავი მოძრაობებს ისე როგორც საჭირო, არ ცდები მუსიკას, მაგრამ დამაკლდა რაღაც ფაიერ, ცოტა ცეცხლი. საერთო ჯამში არ იყო ცუდი. მადლობა დიდი. ანუ იდეაში როგორც სკოლაში ხდებოდა ხოლმე, თითოეული ჩვენთაგანი ხო სკოლიდან მოვდივარ. გაკვეთილი რო არის კარგად და იატაკისკენ რო იყურები, ზუსტად ეს აღნიშნა ბრენდმანს რა, ანუ ეთყობოდა რომ ისეთი თავდაჯერებული ვერ იყო ცეკვაში, ამიტომ იყურებოდა იატაკისკენ, მაგრამ შემდეგ ტურებში უკვე რჩევაც მიიღო და იმედია გაითვალისწინებს. ახლა კი დიდი მადლობა ჟიურის წევრებო, ბოდიში რომ შუაში კინაღამ გავწყვიტე თქვენი კომენტარი. სარეკლამო ჭრა გველოდება წინ, რეკლამა არ გაგრძელდება დიდხანს და შემდეგ უკვე ბოლო ორ კონკურსანტს შევეგებებით და ზარების მიღებასაც დავასრულებთ. რეკლამა